მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ, ჩვენ უკვე ლაივზე ვართ, თუმცა დაველოდოთ რამოდენიმე წუთი იმისათვის, რომ ჩვენს ერთგულმსმენელებსა და მაყურებლებს მოვიდეთ შეტყობინება ჩვენი ლაივის დაწყების შესახებ. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩვენ ვიწყებთ ახალ Facebook Live-ს, რომელსაც ეწოდება გაიცანი და მას წარმოგიდგენთ მაგ ჯორჯია. გაიცანის მიზანს წარმოადგენს ყოველ ახალ ლაივზე გაგაცნოთ ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საინტერესო ისტორია, საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება და მოვიწიოთ ისინი, რათა მათ ვიამბონ თავიანთი ცხოვრების შესახებ. ამისათვის კი დღეს მოვიწიეთ ანა შამათავა, უკარგისი გოგონა, რომელიც თვითონ მოგვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ და ანა პირდაპირ გადმოვალ შენთან და მოგესალმები. მადლობა ძალიან დიდი, რომ დაგვთანხმდი და დღეს ხარ ჩვენთან ერთად და გთხოვ, რომ მოგვიყვე შენ შესახებ, რას აკეთებ, რა საქმიანობ, როგორ ცხოვრობ, ერთი სიტყვით მოგვიყვევი ანა შამათავას ერთი დღის ცხოვრების შესახებ. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის, მეც მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ. მე ვარ ანა, როგორც უკვე მარიკომ თქვა, 19 წლის. სწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ პირველ კურსზე. და ვსწავლობ ფსიქოლოგიაზე. ცოტა ისე ჟღერს ტრივიალურად ანა შამათავას ერთი დღე. თუმცა, რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ რავი, თავისუფალ დროს მაგალითად მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, ენთუზიასტი ვარ კინოსი. ძალიან დიდ დროს ვატარებ ასევე ჩემს მეგობრებთან ერთად და პრინციპში ეს არის სულ ის თქმა შემიძლია ამასთან დაკავშირებით. ანა, უნივერსიტეტში ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს? ფსიქოლოგიასთან დარგობრივი საგნები ბევრად მიზიდავს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ფსიქოლოგია ჩემთვის არის მთავარი ინტერესის წყარო, არა მხოლოდ პროფესიული მხრივ, არამედ ზოგადადაც. ეს ცდება საერთოდ პროფესიულ ჩარჩოებს და ამიტომაც ჩემი ყოველდღიური და ესეთი ტრივიალური ცხოვრების დიდი ნაწილიც არის. და მარტივად რომ გავცეთ თქვენს კითხვას პასუხი, დარგობრივი ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საგნები მაინტერესებს ყველაზე მეტად. ბატონო, მადლობა. ანა, შენ ხარ ეტლის მოსარგებლე და მიუხედავად ამისა, შენ როგორც უკვე ჩამოთვალე, ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწევი ყოველდღურად. აი ამ შემთხვევაში გთხოვ, რომ გითხრა, როგორია მშობლის როლი. აი რას ურჩევდი, რა უნდა გაითვალისწინო მშობლებმა იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება მისცენ თავიანთ შვილებს. თავიანთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს. კი ბატონო. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ის რომ მე როგორც თქვენ ამბობთ აქტიური ვარ და რაღაც ბევრ რამეს ვაკეთებ, დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მარტო ვიცხოვრო, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ეს არის ძალიან დიდი სოციალური პრობლემა, რომ არა მხოლოდ შიშიმ პირებს, არამედ ზოგადად პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდებმა ესე დამოუკიდებლად იცხოვრონ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება შიშიმ პირებზე და ყველა სექტორს გულისხმობ აქ, არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებს, მაგრამ განსაკუთრებით რთულია, უბრალოდ განსაკუთრებით მარტივია ეტლით მოსარგებლეებისთვის და განსაკუთრებით რთულია მაგალითად უსინათლოებისთვის. იმიტომ რომ ასე მგონია ხილვადობა უფრო დიდია ჩვენ შემთხვევაში, ეტლით მოსარგებლეების შემთხვევაში და ასევე ბევრად მარტივია და ბევრად იაფი უჯდება სახელმწიფოს ჩვენთვის რაღაც იმ საჭიროებებს დაკმაყოფილება, იმ მინიმალური საჭიროებების სინამდვილეში მოთხოვნილებების, რაც გვაქვს, მაგალითად რაღაც პანდუსების შენობებში და ასე შემდეგ. ხო, უსინათლოებისთვის ეს არის ბევრად უფრო რთული რაღაცეები რა. და ამიტომაც მათთვის ბევრად რთულია ეს.
თქვენს კითხვას რო გავიცე პასუხი, რას ვურჩევდი მშობლებს? მშობლებს ვურჩევდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური მოცემულობა. არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური ფენომენი, ის რომ ჩვენ რაღაც გვაქვს სხეულებრივი დარღვევა. ასევე ეს არის სოციალური კონსტრუქტიც, სოციალური ფენომენიც არის და ეს ორი რაღაც მთლიანად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. რაც უფრო სწრაფად გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი რაღაც სხეულებრივი დარღვევა დიდწილად არის დაკავშირებული იმასთან, როგორ სოციუმში ვცხოვრობთ და რამდენად არის მაგალითად ინფრასტრუქტურა ადაპტირებული, მით უფრო მარტივად მოვახერხებთ შემდეგ შეგუებას, როგორც ჩვენ სხეულთან, ასევე საზოგადოებასთანაც და ზოგადად ცხოვრებასთანაც. და მშობლებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში თვითონ გაანალიზონ ეგ, რომ მე საკუთარ შვილებსაც დაეხმარონ ამის გაანალიზებაში. და კიდევ რაც მინდა ვახსენო, ის არის ხოლმე, რომ მშობლებს აქვთ ძალიან ხშირად რადიკალიზების სურვილი, იმის განცდა, რომ თუ მაგალითად არ უნდათ რომ საკუთარ შვილს აგრძნობინონ ცუდად თავი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ცდილობენ რომ ეს რაღაც აქციონ პოზიტიურ რაღაცას. პოზიტივისტური მიდგომა რაც გულისხმობს იმას, რომ ეს კი არ არის შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ეს არის რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობა. და ჩვენ ვიცით, რომ იყო ამასთან რაღაც ლოზუნგებიც იყო, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან მავნებელი და დამაზიანებელია შიშიმ თემისთვის, იმის გამო, რომ ხელს უწყობს საზოგადოებას და პირველ რიგში შიშიმ თემს, რომ თვალი დახუჭოს იმ პრობლემებზე, რაც არსებობს. არაადაპტირებული გარემო, თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე, თუ ჩვენ არ აღვიქვით ეს როგორც პრობლემა, მაშინ არავინ არ მოაგვარებს ამას რა. და რაც უფრო სწრაფად შევეგუებით იმას, რომ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა გვიქმნის პრობლემებს, როგორც სოციალურად, ისე ფიზიოლოგიურად, სხეულებრივად, და რაც უფრო მარტივად შევეგუებით მაგას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. არ არის საჭირო, რომ ილუზორული რაღაც იმედები გქონდეს ამასთან დაკავშირებით რა. და ხო, ეს არის მთავარი რას მშობლებს ვურჩევთ. კი ბატონო, მადლობა. ანა, ძალიან ხშირად ახსენებ ბარიერები, დაბრკოლებები, პრობლემები. აი შენ ყოველდღიურად გარემოში რა ბარიერებს აწყდები და შენი თანატოლებიც რა ბარიერებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეგიძლია თუ არა აღწერო ეს ბარიერები ერთი დღე შენი ამ ბარიერებთან ბრძოლაში და ამ ბარიერებთან ერთად ცხოვრება როგორია? ბარიერები უმეტესად უკავშირდება, როგორც ძალიან ბევრჯერ აღნიშნე უკვე, არაადაპტირებულ ინფრასტრუქტურას, თავი არის ხოლმე ეს. ჩემი მეგობრები, შიშიმ მეგობრებს გულისხმობ, სინამდვილეში ვცხოვრობდი სამეგრელოში ძალიან დიდხანს და არ მყოლია შიშიმ მეგობრები და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია მელაპარაკა ამ ყველაფერზე. და მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა ის, რომ ახლა არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეების პრობლემებზე შემიძლია ვისაუბრო და არა მხოლოდ ამას ვამჩნევ, არამედ სხვა სპექტრის, სხვა დარღვევების მქონე ადამიანებზე შემიძლია ვილაპარაკო. ჩემი მეგობარი არის უსინათლო და მე მართლა გულწრფელად მგონია, რომ ის ბევრად მეტ პრობლემას აწყდება საქართველოში, ვიდრე მე ვაწყდები, იმიტომ რომ თუ მაგალითად მე შემიძლია ვიწუწუნო იმაზე, რომ კონკრეტულ კაფეს არ აქვს რაღაც პანდუსი, ჩემი მეგობარი წუწუნებს იმაზე, რომ ვერ გამოდის ქუჩაში, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ადაპტირებული ქუჩა, არ არსებობს რაღაც შუქნიშნები, რომლებიც ხმოვანდება და შესაბამისად თეთრი ჯოხის გამოყენებაც უკვე რაღაც კომიკური ხდება რა, ძალიან ირონიული ხდება, იმიტომ რომ თეთრი ჯოხი რა ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს, რომ ის უნდა იყოს შენი მეგზური და რომ ის უნდა გეხმარებოდეს, ფაქტობრივად კარგავს თავის მნიშვნელობას, თავის ფუნქციას. ეს არის მთავარი ბარიერი. რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ ჩემი მთავარი ტრანსპორტი ძირითადად გადავადგილდები, არის ავტობუსი. იმიტომ რომ ყველა ავტობუსს ახლა აქვს პანდუსი. და მე გამიმართლა ჯერჯერობით იმაში, რომ ხდებიან ისეთი მძღოლები, რომლებიც ახერხებენ ამ ყველაფერთან ადაპტირებას, შეიძლება ეს არ იყოს მათთვის რაღაც ჩვეულებრივი რამე ბჭყალებში, არ იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთვის ძალიან ისეთი მარტივად მისაჩვევი და ასე შემდეგ, მაგრამ ახერხებენ იმას, რომ აღიქვან სიტუაცია სწრაფად და ასე შემდეგ. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არ გააჩერა ავტობუსმა, როდესაც დაინახა, რომ ვარ ეტლით მოსარგებლე, იმიტომ რომ ეს ითხოვს ბევრად უფრო მეტ ზალისხმევას, უნდა გადმოვიდეს მძღოლი ავტობუსი და უნდა გახსნას ეს პანდუსი და მორჩა პრინციპში. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა არის ტაქსებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩემი ეტლი რო საბარგულში ჩაიდოს, ამისთვის აუცილებელია რომ გამოვიძახო მინივენი.
მინიონის გამოძახება თავისთავად არსობრივად არის უკვე რთული, იმიტომ რომ არის ძალიან ცოტა და შესაბამისად ხანდახან საერთოდ ვერ ხერხდება ხოლმე რა ეგ და თუ მოდიან ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ არ მოვეწონე ცხოველს კი ბატონო ნაცნობი სიტუაცია დარწმუნებული ვარ კი ეტლის გამო არ მოვეწონე ცხოველს და ანუ უკვე მოვიდა რა ტიპი 9 საათი გაიარო მოსულიყო და რომ ნახარო არ ეტლით წავიდა ესე ძალიან ჩვეულებრივად რა ხო და აი ამდენ შენი ქმედება რა არის ანა ძალიან მაინტერესებს ანუ შენი რეაქცია შენი ქმედება რა არის რასაკეთებ ამ დროს კი ბატონო იცით როგორ რაღაც არის შემიძლია რომ მაგალითად მე ჩავრთო ეს ტაქსის კომპანიის აპლიკაცია ჩემს ტელეფონში და დავუწერო ცუდი რივიუ მაგალითად ამ ტაქსის მაგრამ საქმე ის არის რომ ეს არაფერს არ ცვლის საერთოდ რაც უფრო სწრაფად გავცნობიერებთ რომ ეს პრობლემა არის სისტემური მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის. ანუ ინდივიდუალისტური არ არის ეს საერთოდ, ინდივიდებზე დამოკიდებული არ არის. ეს არის ბოდიში ძალიან სისტემური პრობლემა, რომელიც არ აღმოიფხვრება რაღაც კონკრეტულ პიროვნებებზე ჩაციკულით რა. და ჩემი რეაქცია ის არის ხოლმე, რომ მე უკვე შეგუებული ვარ, ჩემთვის მე მგონი რაღაც პრობლემა არის მარიკოსთან. კი, ბატონო, ტექნიკური პრობლემა გქონდა, მგონი. კი, ბატონო, ბოდის გიხდით, ჩემ დამოუკიდებლად მოხდა ეს. დიახ, ბოდის გიხდით, ანა, შენც პირადად ბოდის გიხდით და გთხოვ, რომ გააგრძელო. კი, ბატონო. ანუ შეგუების მომენტია რა უკვე, იმიტომ რომ ემოციური ჩართულობა საერთოდ არ მაქვს. ადრე იყო ხოლმე ისეთი პერიოდები და მგონია რომ ამ პერიოდს ყველაში შემო ადამიანი გადის და შეიძლება საერთოდაც დარჩე მაგ ფაზაში და მსგავსი რაღაცები როცა ხდება აგრესია გიჩნდება კონკრეტული ადამიანის მიმართ რომელიც შენი აზრით წყალებში ცუდად მოგექცა ეს არის არასწორი მიდგომა იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ არის კონკრეტული ადამიანი როგორც უკვე ვთქვი ეს არის ძალიან სისტემური პრობლემა კოლექტიური პრობლემა და ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ბევრად უკეთესი იქნება თუ არ ჩავიციკლებით რაღაც კონკრეტულ ინდივიდებზე რა. კი ბატონო, გეთანხმები ანა, თუმცა შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ინდივიდმა შექმნათ პრეცედენტები და ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ, რომ სამართლებრივად, ასე ვთქვათ, ვიბრძოლოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, შელახული უფლებების აღდგენისათვის ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ რაც შენ თქვი და ეს სიტუაცია ჩემთვისაც ნაცნობია, უამრავჯერ გადავხდენია თავზე, რომ შუაგზაში დაუტოვები ვარ ტაქსის მძღოლს და ამ შემთხვევაში არის სავარაუდო დისკრიმინაცია ის ფაქტის შესახებ განცხადების შეტანა გამოსავალი იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევქმნათ პრეცედენტი და ასე შევცვალოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოების დამოკიდებულება. ანა, შემდეგი ჩემი კითხვა არის, შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთეს იმისათვის, რომ აი ეს ბარიერები აღმოიფხვრას, რაც შენ ილაპარაკე და რა შენებურ რა მეთოდს შემოგთავაზებდი? რასაც მინდა ხაზი გავუსვა აქედანვე ის არის რომ პრინციპში ამაზე უკვე ვილაპარაკე მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა ანუ ჩვენ რო რაღაც ადაპტირებული სივრცეები გვაქვს მხოლოდ ეს არ არის რა გვინდა არ გვინდა მოგვიწევს აღიარება შეშემო ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ რომ ეს ფიზიოლოგიური დარღვევები რომლებიც გვაქვს არსებობს სოციალური ფენომენებისგან დამოუკიდებლადაც რა და ეს მაგალითად შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ კონკრეტული დარღვევის მქონე ადამიანი შეიძლება ქრონიკული ტკივილები აწუხებდეს მთელი თავისი ცხოვრება. და რეალურად ეს ფიზიოლოგიური პრობლემაა. ამიტომ არსებობს რაღაცები, რაც ვერ აღმოიფხვრება ფიზიკურად. ახლა მაინც ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება სოციალურ ფენომენს, იმის გამო რომ ეს არის კოლექტიური პრობლემა და იმის გამო რომ ეს არის სისტემური პრობლემა, მე არ მგონია რომ კონკრეტული ინდივიდების ძალისხმევა და წყალებში ქველმოქმედება და ასე შემდეგ არის ის რაღაც, რასაც ჩვენ უნდა დავჯერდეთ და რაც ჩვენ უნდა ჩავთვალოთ როგორც ამას კონვენციაც გამორიცხავს. კი ბატონო, ხო. ანუ ამით არ უნდა კმაყოფილდებოდეთ რა, ამის თქვა მინდა. იმიტომ რომ ეს არ არის ის რაც ჩვენი ღირსეული ცხოვრებისთვის ბრძოლის საშუალებას გვაძლევს, რაც სინამდვილეში ყველა ადამიანზე ვრცელდება, ხო? ხო და მე მგონია რომ ეს არის სახელმწიფოს საქმე, რომ ადაპტირებული იყოს ჩვენი ქუჩები, საერთოდაც დედაქალაქში გადმოსვლის მერე ცხოვრება ძალიან გამიმარტივდა. და ეს არის სავალალო ძალიან, იმიტომ რომ რეგიონებში ფაქტობრივად წარმოიდგინეთ
შიშიმ პირები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, საერთოდ სხვა პრობლემებს აწვდებიან. და ამას იმიტომ ამბობ, რომ მე თვითონ ეს რაღაც ორი მხარე გამოვცადე რა. და იქ საერთოდ ქუჩაში გავლა შეუძლებელი იყო ფაქტობრივად ედგით. ხო და იმის თქმა მინდა რომ რადგან ესეთი სისტემური პრობლემა, ეს ინდივიდუალური ძალისხმევა ჩემს ხელში დიდად არ ფასობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ინდივიდუალურადაც ასე შემდეგ, მაგრამ ინდივიდებს არ აქვთ იმის ძალა, რომ ეს კონკრეტული რაღაც შეიცვალოს რა. ანუ აქ ბევრად მნიშვნელოვანი და ძალაუფლებრივი სტრუქტურების ჩართვა არის საჭირო, ჩართულობა, რაც ჩვენ უნდა დაუვალდებულოთ. პრინციპში ვალდებულები უკვე არიან, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ ამ ვალდებულების აღსრულება, ხო? კარგი, ანა, იცი რა მაინტერესებს, რამდენად მსგავსია ან განსხვავებულია შენი ცხოვრება შენი თანატოლებისაგან და გულისხმობ თანატოლებისაგან, რომელიც შეწყვეტვის არ მქონენი არიან და თუ განსხვავებულია, რაში გამოიხატება ეს განსხვავება? ბატონო, მაგალითად ჩემი შემიძლია მოგვიყვანო, რომ იგივე კაფე რო ახსენე, რომ როდესაც ჩვენ კაფეს ვარჩევთ, მაშინ ჩემ მეგობრებს უწევთ ადაპტირებული კაფის მოძებნა და ანუ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, დაგეგმილი და ასე შემდეგ და შენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს მაინტერესებს. ამაზე მე ღიმება როგორც ხედავთ, იმიტომ რომ აი ეს არის რაც შემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ერთი 3 დღით ადრე ვეძებთ ხოლმე რაღაც და თან ადაპტირება რო არიციან, რას ნიშნავს, როცა ვეკავ. მე გამიმართლა ჩემს მეგობრებში, იმიტომ რომ აი აბლეიზმისგანაც ვეძახით რა, სრულიად შორს არიან საერთოდ და ძალიან კარგად ხვდებიან, როგორც უკვე ვთქვი, მინიმალურ მოთხოვნილებებს და საჭიროებებს საბაზისოს რაც არის აუცილებელი ჩვენთვის რა. ეს ისე კლირიული გადახვევა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პირველ რიგში ის მინდა აღვნიშნო, რომ მე მაქვს გარკვეული პრივილეგიაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩემი ცხოვრება თუ არ ჩავთვლით აი მსგავს რაღაცებს, რომ არ ადაპტირებულია სივრცე და ასე შემდეგ, დიდად არ განსხვავდება ჩემი არაშიშიმი მეგობრებისგან. იმიტომ რომ მაქვს ინტერესები, იმიტომ რომ ანუ სწავლობ იმას, რაც მინდა, იმიტომ რომ მკითხობ, ანუ ვავითარებ ჩემს თავს ჩემი ინტერესების საპირწონედ რა, ჩემი ინტერესების პარალელურად. და იმიტომ ამბობ, რომ ეს პრივილეგიაა, რომ შემიძლია საქართველოს გამოცდილებაზე ვისაუბრო ახლა, რადგან ამაში უფრო მეტი კომპეტენცია მაქვს. საქართველოში შიშიმი პირები ხშირად თვითონ არიან დამფრთხალები და აქვთ ინტერნალიზებული ეს აბლეიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ საკუთარი თავის თვითონაც არ სჯერათ, საკუთარი ღირსების არ სჯერათ პირველ რიგში რა. და ეს არის რა თქმა უნდა ინდივიდუალური პრობლემა, ეს არის ასევე სისტემური პრობლემა, რომელიც კარგი იქნება თუ აღმოიფხვრება. და იმის თქმა მინდა, რომ ეს ინტერესების განვითარებაც თავის მხრივ არის პრივილეგია, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს, რომელიც არის შიშიმი პირი, თუნდაც ოჯახში შეიძლება შეხვდეს ის წინაღობა, რომ საერთოდაც ვერ აღიქვან ეს ადამიანი ფუნქციურად, ვერ აღიქვან ადამიანად, რომელსაც შეიძლება ქონდეს ინტერესები. და შესაბამისად მე უკვე თვითონ ეგრე დაიწყო საკუთარი თავის აღქმა. აი, როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება ამ კუთხით? კონკრეტულად რა კუთხეს გულისხმობთ? ატყდები თუ არა ბარიერებს, როგორ გრძნობ თავს უნივერსიტეტში და უმაღლესი განათლების მიღება როგორ მიმდინარეობს? აი, მთლიანად აი ეს პროცესი რომ მოგვიყვე. ბატონო, უნივერსიტეტში რა პრობლემასაც გადავაწყდი, ის არის, რომ ილიაუნის აქვს გასაშლელი პანდუსი, რომელსაც აშლიან და შევყავართ უკანა შესასვლელიდან. რაც ძალიან უცნაურია, რა ხდება. თუმცა იმართა თუ არა ადმინისტრაციას ამ კუთხით? ხო, არ მიმართავს, მაგრამ ვაპირებ. ძალიან კარგი. ხო, რაც შეეხება თვითონ შიგნით სივრცეს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ადაპტირებულია. შიგნით, ანუ არანაირი ბარიერი იქ არ არსებობს, ჩვეულებრივად დადიხარ, ლიფტებიც არის ფუნქციური. მაგ მხრივ კარგია. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ნუ რა გითხრათ, რომ დიდწილად, ანუ რა გითხრათ, რომ იმედებს ვამყარებდი უფრო მეტად უმაღლეს განათლებაზე და უნივერსიტეტო სისტემაზე, მოგატყუებთ, იმიტომ რომ უპირველესად ვიყავი უფრო ჩემი თავის იმედად, რადგან ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტმა რაც უნდა ბევრი ცოდნა მოგცეს, აუცილებელია, რომ შენ ამის პარალელურად შეძლო იმ რესურსების მოძიება, რაც ასე მნიშვნელოვანია შენთვის პროფესიულად.
მე გამიმართლა იმაში, რომ შემხვდა ძალიან კარგი ლექტორები, განსაკუთრებით ჩემი ფსიქოლოგიის სემინარისტი სოფია ნადირაძე არის ძალიან მაგარი ლექტორი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ლექტორი იყო. და მაგფრო ძალიან გამიმართლა მართლა და მაგის გამო ბედნიერი ვარ. ანა, იცი რა მაინტერესებს, როდესაც უმაღლეს სასწავლებელს ირჩევდი, ქონდა თუ არა არჩევანის თავისუფლება? ანუ ჩემ მაგალითზე რო გითხრა, მე როდესაც ვირჩევდი უნივერსიტეტს, მე არ მქონდა ამის შესაძლებლობა ადაპტირების კუთხით, ვინაიდან ძალიან მცირე შესაძლებლობა იყო და მე ანუ ეს იყო ჩემ შემთხვევაში თუ შენთანაც იყო მსგავსი შემთხვევა თუ როგორ იყო ეს მაინტერესებს ძალიან. მე რა უნივერსიტეტებზეც მქონდა რა კურსი, ასე ვთქვათ, ანუ რაზეც ვიყავ ფოკუსირებული, ის უნივერსიტეტები კარგად არის ადაპტირებული, მაგალითად უილიამი. ძალიან კაია. ხო, ამაზე ვიყავი უფრო მეტად ორიენტირებული, ამიტომ ეგენი ადაპტირებულია. ასე რომ ეგ პრობლემა დიდად არ შემქმნია. ხო, მაგაზე ვერ ვსაუბრებ, იმიტომ რომ მაგ პრობლემის წინაშე არ დავდივარ. ძალიან კარგი. კარგი, ანა, მოდი ახლა საზოგადოების დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ. აი, როდესაც ქუჩაში გადიხარ, როგორია მათი რეაქცია, როგორი დამოკიდებულება აქვს და ასე შემდეგ და რაში გამოიხატება ეს დამოკიდებულება? მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, როცა 10 წლის წინ იყო იმ სიტუაციასთან შედარებით, გამოსწორებული არის შედარებით მდგომარეობა, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, საინტერესოა შენთან მომართებაში როგორ არის და შენ როგორ ვფიქრობ, რა სიტუაცია გვაქვს, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ძალიან საინტერესო დაკვირვება რაც იყო ჩემთვის და საკმაოდ გამაკვირვა ესეთი დაკვირვება იყო, რომ სანამ ჩამოვიდოდი, მე მეგონა, რომ ქუჩაში როცა გავივლიდი, ყველა თვალი იქნებოდა ჩემზე მოშტერებული. და აი, რაზეც საუბრობდი, რომ ინტერნალიზებული აბლეიზმი გვაქვს, სწორედ ეგ არის რა, ანუ ჯერამ ჩვენ მაგის ვიჯერებთ და შეიძლება ამან საერთოდაც ხელი შეუწყოს იმას, რომ იზოლაციაში ვიყოთ სულ, გამოვიკეტოთ და მორჩა რა. და რამაც გამაკვირვა ის არის, რომ ყველას სახეზე ვკიდიო. დავდივარ ჩემთვის. არავინ არ მოშტერდება, არავინ არ მიყურებს ისე ასე, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული ინციდენტები იყო, მაგალითად შემიძლია ერთი მოყვე, ავტობუსში ავედი და როგორც ისიც იქ არის ღვედი რა, რომელსაც უკეთებენ ადამიანს შიშიმ ეტლის მასარგებლებს უბრალოდ, მაშინ როდესაც მუხრუჭად მისი ეტლის არის ცუდი. და ანუ ეშინიათ რომ შეიძლება ამოყირავდეს მაგათან. უსაფრთხოების დაცვა. კი ბატონო, ხო და მე ანუ არ ვიკეთებ ხოლმე ამ ღვედს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ჩემს ეტლს აქვს კარგი მუხრუჭები და ამასთანავე ძალიან არ მომწონს რომ ესე ვარ რაღაცნაირად შეზღუდული და მოკლედ თუდად მოხდეს. ხო და ავედი ავტობუსში და მძღოლი მეუბნება რომ უნდა გაიკეთო და მეთქი არ მინდა. ნუ მაინც გამიკეთა, შევიდა ეს მძღოლი თავის კაბინაში, მე გავიხსენი ეს. მოვიხსენი. გვერდით ვიღაც ქალი, სადღაც შუახნის ქალი და ამბობს რომ შენო მეტი ჩარახარო ეს რომ მოიხსენიო. და აი ეგ დამოკიდებულება ძალიან ხშირია რომ ხშირად გონიათ რომ იმაზე უფრო მეტი იციან ჩვენს მდგომარეობაზე ვიდრე ჩვენ ვიცით. და გონიათ რომ აქვთ კომპეტენცია იმის რომ ჩვენ ნაცვლად ილაპარაკონ ჩვენს მდგომარეობაზე, რა ძალიან ცუდია. თუმცა ჩემს მოლოდინებს საერთოდ არ დამიტყვა სიმართლე გითხრათ საზოგადოების რეაქცია, ანუ ძალიან ჩვეულებრივად დავდივარ და არნაირი ეგეთი რაღაც მნიშვნელოვანი ან რაღაც ზედმეტად ცუდი ინციდენტი არ მქონია სიმართლე რომ ვთქვა. კი ბატონო. ან ახლა შენ ახსენე რომ ხშირად გონიათ რომ ჩვენზე მეტი იციან და ჩვენს მაგიბრად ლაპარაკობენ ან გადაწყვეტილებას იღებენ. აი იცი რა მაინტერესებს ქართველი მშობელის შემთხვევა არის ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც თქვა არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების მიმართ, არამედ დასრული, ასე თქვა, ასაკში შესული შვილების მიმართაც გადამეტებულ ზრუნველობას იჩენენ. აი შენ შემთხვევაში როგორია გადაწყვეტილებას შენ თვითონ დამოუკიდებლად იღებ თუ მონაწილეობენ ოჯახის წევრები. რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ შიშიმ ადამიანთა მიმართებით შეიძლება საქართველოში ეს იყოს უფრო მწვავე პრობლემა, თუმცა რეალობა ის არის, რომ ეს უნივერსალურია. ანუ ყველგან შიშიმ ადამიანები აღქმებიან როგორც ადამიანები, რომლებსაც შენ უნდა გადაუწყვიტო რაღაცები. მე გამიმართლა ერთი მხრივ იმაში, რომ ჩემი ოჯახი ეგრე არ აღმოჩნდა. მეორე მხრივ გამიმართლა იმაში, რომ მე გამოვდექი რეზისტენტული იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობდი, რაც იმას გულისხმობს, რომ მე თვითონ მქონდა გამომუშავებული ნებელობა და იმის თქმის უნარი, რაც მე თვითონ მინდოდა რომ მეკეთებინა. ამიტომაც არა, ჩემი ოჯახის წევრები შემნაცვლად არ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგი. ანა, როგორია გარემო, რომელშიც შენ ცხოვრობდი? როგორია გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობდი?
კი ბატონო. რთული კითხვა. მე ვცხოვრობდი გარემოში, რაც არ მჭირდება რომ 2 საათით ადრე დავგეგმო კაფეს აქვს თუ არა ადაპტირებული ტუალეტი. გეთანხმები. მეც ეგეთი გარემო მინდა. და კიდევ კიდევ ესეთი რაღაც კოლოსალური განსხვავებები არა რა, მე უფრო ინფრასტრუქტურის მხრივ ვამბობ, თორემ გონია რომ თვითონ რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას და იცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპებს, რაც ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე და უკვე ისე გაიცვითა, რომ შინაარსიც კი აღარდევს ამ სიტყვებში. მგონია, რომ ეგ შეიძლება ზუსტად ამ ინფრასტრუქტურის ცვლილებასთან ერთად. იმიტომ რომ რაც უფრო ამჩნევენ ადამიანები იმას, რომ სივრცეები არის ღია ყველა სახის დარღვევის, ყველა სახის და ყველა ტიპის ადამიანისთვის, მით უფრო ჩვეულებრივი ხდება შენი არსებობა იმ სივრცეში რა. და ანუ მაგას ვამბობ, რომ რაც უფრო ხშირად გხედავენ ადამიანები, რომ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რასაც ყველა ადამიანი აკეთებს, რაც ყოველდღიურია, რაც ტრივიალურია, მით უფრო აცნობიერებენ ადამიანები იმას, რომ ჩვენ არ განსხვავდებით და ციდან არ ჩამოფრენდავართ რა. და მგონია, რომ სწორედ ინფრასტრუქტურის ცვლილებებს უკავშირდება ის კოლოსალური ცვლილებებიც, რაც ჩვენ გვაწუხებს ხოლმე. კი ბატონო, ანა, რა მაინტერესებს იცი? როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, ცოტა ბანალური კითხვა, ვაღიარე, მაგრამ აი 10 წლის შემდეგ ანა შამათავა. სად წარმოუდგენია თავი, როგორი წარმოუდგენია და ასე შემდეგ. 10 წლის შემდეგ. ჩამარი, სპონტანური ადამიანისთვის ცოტა სულად პასუხგასაცემი კითხვა გულწრფელად. მაგრამ მგონია, რომ გავაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის ფსიქოლოგია. მინდა რომ წავიდე ფსიქოანალიზის მიმართულებით, ფსიქოანალიტიკოსი ვიყო. და გამაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას, ასევე ფოტოგრაფიას. და დიდი იმედი მაქვს, რომ 10 წლის შემდეგ ფილმი გადაღებული მექნება უკვე. აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ ამაში. ანა, იცი რა მაინტერესებს? აი თანატოლებს რას ურჩევდი? მაგალითად, როდესაც პირველად ხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლებს, ჯერ კიდევ არის ეს სტიგმა, სტერეოტიპი ღრმად გამჯდარი ადამიანებში. ახალგაზრდებში ჩემდა გასაკვირად და როდესაც პირველად თქვათ ქუჩაში დაინახავენ ან უნივერსიტეტში აუდიტორიაში ან სადმე კაფეში რაღაცნაირად იბნევიან, ცოტა იძაბებიან, აი ამ შემთხვევაში შენ რა რჩევას მისცემდი თანატოლებს და შემდეგ უკვე უფროსებსაც შეიძლება მისცეთ რჩევა, რა თქმა უნდა. როგორ მოიქცნენ, როგორ შევიდნენ კონტაქტში და ასე შემდეგ. კი ბატონო, პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, ის არის რომ მე ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან გონება გახსნილ ადამიანებს ვიცნობ, მათ გულისხმობ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს თაობაში, ჯენზი თაობას რასაც ვეძახით, ბევრად უკეთ არის ეს პრობლემა მოგვარებული და არ აღვიქვებით რაღაც ძალიან ისეთ რაღაც, არ ვიცი, დევიანტებად არ აღვიქვებით რა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული უხერხულობა ყოველთვის არსებობს. უმეტესწილად არსებობს უფრო სწორედ. რასაც ურჩევდი ის არის, რომ დასვან ძალიან ბევრი კითხვა. დასვან ყველა ის კითხვა, რაც აინტერესებთ ჩვენი მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამე აინტერესებთ და ჩემს პირად გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დავსვამთ აი ძალიან ბევრი კითხვა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა მოწუხებელი. რაც უფრო მეც მალაპარაკებ იმაზე, რაც პრობლემაა ახლა და ასე შემდეგ, მით უფრო უკეთესი ჩემთვის რა. და ეგ არ არის რამე უხერხული თემა. შეიძლება რაღაც კონკრეტული ინდივიდისთვის იყოს და რა თქმა უნდა უკეთესია თუ დააზუსტებ, შეიძლება თუ არა მკითხვის დასვა, თუმცა მე მგონია რომ თავი არ უნდა არიდოს მაგას. თუ შეიძლება რომ თავი არიდოს და დახუჭოს თვალი ამ რაღაც კონკრეტულ დარღვევაზე, რომელიც გვაქვს, მით უფრო მეტი დაძაბულობა და უხერხულობა შეიქმნება რა და ყველაზე ისეთი კითხვებით, რომლებიც გონიათ რომ ისეთი არ დასასმელი, მე ძალიან დიდი სიამოვნებით უსმენ ხოლმე ამასაც და ძალიან დიდი სიამოვნებით პასუხობ ასევე. და ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც მისვამენ გუგლიათ მაგ კითხვებს. ანა, ჩვენ ვისაუბრეთ რაღაცა უარყოფი მხარეებზე, ხო, რაც უნდა გამოსწორდეს, რაც გვინდა რომ შეიცვალოს და ასე შემდეგ. აი, მე მაინტერესებს რომ ეჭვით ანაპარება რომ რაღაცა კარგი იქნება, ხო, ახლა და რა არის ის კარგი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და რომელიც არ უნდა დავკარგოთ საზოგადოებამ. გარემომ, რომელშიც ვცხოვრობ და ასე შემდეგ. აი მე კარგს, 1, 2, არ ვიცი, რას გამოარჩევდი კარგს და ბაზე იტყოდი რომ ეს უნდა დარჩეს.
სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარი კითხვა, ანუ კონკრეტულად შიშუმ პირებთან მიმართებით გულისხმობთ? კი ბატონო. აი, რაც უნდა დარჩეს შიშუმ პირებთან მიმართებით? კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ უარყოფით ხარებზე, ბარიერებზე, დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ არის ეჭვით არ მეპარება, ხო, რაღაცა კარგი. და აი ამ კარგიდან რა არის, რომელიც არ უნდა დავკარგოთ და რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. კარგი ის არის ხოლმე, რომ მაგალითად თუ არა ადაპტირებულია სივრცე, ვიღაცები დახმარებას გთავაზობენ. მაგრამ ჯერ გვეკითხონ, ხო? აი ზუსტად არ გვეკითხებიან. ანუ მიდივარ რა ქუჩაში, არის არაადაპტირება, ძალიან ცუდი პანდუსი, მიდივარ და ვიღაცა მაწვება უკან, მეთქი რა ხდება. მოვიდა და ვიღაცა მეხმარება. ანუ გასაგებია რომ ეს არის well meant, ანუ კეთილად გულისხმობენ. თუმცა ძალიან უხერხული შეიძლება იყოს და შემაშინებელიც რა, იმიტომ რომ არ იცი რა ხდება საერთოდ. ხო და იქ დახმარების მომენტი კარგია, თუმცა ჩვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და შემდეგ არც არის დახმარება არ დაგჭირდება მაგ შემთხვევაში. და სინამდვილეში ხო ეგ არის რისკი მივისწრაფვით, რომ ესეთ საჯარო სივრცეებში თუნდაც დახმარება არ გჭირდებოდეს, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, ეს დახმარება არ სჭირდებათ, ხო? კი ბატონო. გეთანხმებ. მოკლედ ანა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი. მადლობა ამ საინტერესო ნახევარი საათისათვის, რომელიც შენ მოგვანიჭე. მადლობა ჩვენს ჟესტური ენის თარჯიმას ლეკუნა ჯაფოშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო და მადლობა ჩვენს ერთგულ მსმენელებს და მაყურებლებს და შეხვდებით უკვე მომდევნო Facebook Live-ზე. ანა, შენ კიდევ წარმატებებს გისურვებ და მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მარიკო კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, ძალიან ვისიამოვნე. ჩვენც ვისიამოვნებთ ძალიან. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის.